მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას 20 წუთი. რეჟისორ რამაზ ბოლქვაძის 20 წუთში ჩატეული სათქმელი. დღეს ჩემი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე საათია, რაც უკრაინიდან ჩამოვიდა. კიდევ ერთხელ ჩემი და პირადად ჩვენი ტელევიზიის სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. რამაზ, მოგესალმები. მოგესალმები, ხალხო. ვიცი დაღლილი ხარ, მაგრამ იმდენად საინტერესო არის ახლა შენთან საუბარი, რომ მინდოდა და ამიტომ შეგაწუხე. იყავი უკრაინაში, თუ რაზე იყავი უკრაინაში, ამას ცოტა შემდეგ ჩავშლით. რა ნახე? ომში მყოფი ქვეყანა. მოგესალმებით, ქალბატონო, მადლობა მოწვევისთვის. მართლა რამოდენიმე საათია რაც ჩამოვფრინდი. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა იმყოფება ომში და ყოველდღიურად ხდება შეწირვა, მოდი ასე დავარქვათ. მიუხედავად ამისა, მაინც მიმართული არიან იქეთკენ, რომ მომავალი არ დაკარგონ, ქვეყნის სტატუსი არ დაკარგონ და ემსახურებიან ხელოვნებას. მე თეატრში ვიყავი, დრაგოვიჩის სახელობის თეატრში, ლვოვში და განწყობა არის ეგეთი, რომ მე რომ ომია. ჩვენ ზოგი იარაღით ბრძოლობს, აი მაგალითად მსახიობები, რეჟისორები, ხელოვანი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზეც იბრძვიან, მაგრამ აი თეატრით იბრძვის ეს ხალხი. მე გაოცებული ვარ. უპრეცედენტო შემთხვევა არის, როდესაც ქართული და უკრაინული ერთობლივი პროექტი იწყება და ამ პროექტის ხელმძღვანელი და მდგომი რეჟისორი ხარ თქვენ? მერგო პატივი, ქალბატონო კეთი, ჩემი და აი ამ ადამიანის რეჟისორის საშა კოროლი, ესეთი სახელის და გვარის ადამიანია, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ჩვენ მეგობრობთ დიდი ხანია. შემომთავაზე ესეთი პროექტი, რომ ქართულ უკრაინულ ტრადიციებზე შევქმნათ აი რაღაც, რომ გავაღრმავოთ და უფრო მეტად დავუახლოვოთ და გავაგებინოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ არ დაკარგონ ის მუხტი, რაც ჩვენ შორის ამ ორი ქვეყნის შორის იყო. ამიტომ მე ძალიან გამიხარდა, დამირეკა საშამ და მიმიწვია იქ უკრაინაში. ჩავედი და ვნახე ის, რაც უნდა მენახა. ანუ უბრალოდ დაწვრილებით რომ მითხრათ. თქვენ უკრაინაში უნდა დადგათ ეს სპექტაკლი, თუ იდრუება საქართველოში და შემდეგ მიდიხართ უკრაინაში? მოგახსენებთ, არა, აქ ორი ქვეყნის მსახიობები ითამაშებენ, ანუ ქართველებიც და უკრაინელებთან ერთად რა. ეს კეთდება ერთობლივი პროექტი, ანუ ჩვენი მსახიობები ჩავლენ იქ ითამაშებენ და ადგილობრივიც თავისთავად იქნებიან იქედან. ეს კეთდება ქართულად და უკრაინულად. იცი საინტერესო რა არის ამ პროექტში, რომ გინდა უკრაინაში ითამაშო ეს სპექტაკლი და გინდა საქართველოში ითამაშო, არ ჭირდება თარჯიმანი. იმიტომ რომ აი ტექსტი მაგალითად აი ქართველები დაიწყებენ საუბარს, ანალოგიური ტექსტით აგრძელებენ უკრაინელები. ანუ მისახვედრია ეს სპექტაკლი უნდა იყოს, ასე დავარქვით ყოველ შემთხვევაში, ზეიმი. ზეიმი ამ ორი ქვეყნის მეტაფორა სპექტაკლი იქნება ეს. მეტაფორა სპექტაკლი. ხო, თარგმნა ნამდვილად არ დასჭირდება, იმიტომ რომ ჩვენც და უკრაინასაც ყავს ერთი საერთო მტერი. სანამ იქნებოდა ბუჩა იყო აფხაზეთი და ჩვენ თითქმის ერთნაირი ისტორია გვაქვს გამოვლილი და კარგად გვესმის ერთმანეთის ის ტკივილი, რა ტკივილის წინაშე ვართ დღეს საქართველოც და არის დღეს უკრაინაც. რამაც ძალიან მაგარი კადრები ჩამოიტანე, სანამ კამერა ჩაერთვებოდა, ჩვენ ვისაუბრეთ, მოვასწარით ცოტა რაღაცის ნახვა და აი მე მაგალითად ამ კადრების ნახვის შემდეგ, რომელსაც ჩვენი მაყურებელი იხილავს აუცილებლად ეთერში ამ გადაცემის მსვლელობის დროს, ეს ადამიანები არ გაბოროტდნენ. პირიქით, ომში მყოფი ქვეყნის მაცხოვრებლები ხვალინდელი უკეთესი დღის იმედით იძინებენ და იღვიძებენ. და ამის მაგალითი იყო ის ტორტი, რომელიც ტორტით მართლა პატივი არის თქვენთვის, როდესაც აი ამდენმა ადამიანმა საქართველოდან ჩასულ ქართველ რეჟისორს ასეთი დახვედრა მოგიწყეს. ქალბატონო, მე პირდაპირ მინდა, აი შემიძლია ვთქვა ესე, რომ ქართველი საქართველოში არ არის დაფასებული იმდენად, რამდენად იქ არის დაფასებული.
აი მე სამთხოვა ესეთი რაღაცა რომ მე მაქვს ჩვენი ქართული ხევსურული ქუდი ვითიც დავდივა მე ყოველთვის და მითხრა აი მოდი დაიხურე რა ეგ ქუდი და ისე გავიაროთ რა ქალაქის ქუჩებში რატომ მეუთხარი კაცო სიცხეა ეხლა არა აი გთხოვ მე მივხვდი ტურისტვის აი ყველა მივხვდა ყველა ხვდებოდა რომ ქართველი ვიყავი არავინ არ მიცნობდა ხო ეხლა გამლელი როგორ გიცნობს არავინ არ მიცნობდა მაგრამ აი ყველა მისავნებოდა ყველა თბილად მიღებდა რომ აი ქართველი საქართველო და ეს დამსახურება არის იმ ჩვენი მაგარი ბიჭების რომლებიც იბრძვიან იქ იბრძვიან არავითარით აი კი მართალია 1000 კილომეტრით არის ეს ომის ხაზ დაშორებული ვოლთან მესმის ეგ მაგრამ აი არავითარ შემთხვევაში არ გაუწყვეტიათ იმათ შემოქმედებითი საქმიანობა და სულ აი ამას ამბობენ რომ საქართველო და უკრაინა ეს ორი ქვეყანა ებრძვის ერთ მტერს და ჩვენ აუცილებლად უნდა დაუდგეთ ერთმანეთს ღარში და ესეც ჩანს მე შემიძლია უთხრა თქვენს მაყურებელს და პირდაპირ უთხრა თქვენს მაყურებელს რომ თავდებოდა ჩემი ვიზიტის დღეები და მოვდიოდი ცოტა დამწუხრებული სახელმწიფო და შემიკითხე რატო გაქვთ დამწუხრებული და მაპატიეთ მაგრამ მე თბილისში არ მივდივარ მე მოსკოვში მივდივარ მეთქი რა იმიტომ რომ ჩვენთან სიტუაცია სხვა სფეროშია ჩვენთან სხვანაირად არის სიტუაცია ევროპიდან მოვდიოდი პირდაპირ საბჭოთა კავშირში პირდაპირ მინდა განვაცხადო საბჭოთა კავშირი ჩვენს ქვეყანაში ვერასოდეს ვერ იქნება მაგ ახალგაზრდების იმედი რამაც მე თავიდან როგორც რეჟისორი ისე გავაცანი შენი თავი ჩვენს მაყურებელს თუმცა ხარ ძალიან აქტიური მოქალაქე ადამიანი რომელიც მუდმივად ცდილობ ქვეყნის პულსზე გეჭიროს ხელი ხო სწორედ ამიტომ მინდა აი ეს კითხვა დაგისვა და ახლა ამ წუთში თქვი რომ საქართველოზე მეტად დაფასებული ვარ სხვა ქვეყანაში ასეთი რაღაც გამიგი არა მხოლოდ თქვენგან მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მსახიობი ჟურნალისტი მწერალი პოეტი რომლებიც სხვა ქვეყანაში წავიდნენ იგივე სპორტსმენები და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ხოში რა გამოდის რატომ არ შეგვიძლია ჩვენ დავაფასოთ ადამიანები ჩვენი ადამიანები სიცოცხლეშივე და რატომ ველოდებით ვიღაცის გარდაცვალებას რომ მერე აღვაზავოთ იგი ისიც ხალხებმოქეთე ის ყველა აი ჩვენ ბავშვობაში გვასწავლიდნენ ხო აი საზეპიროები გამონათქვამები და რითაც ვიზრდებოდი ჩვენ ამ ქვეყანაში და მე სხვათა შორის ინტერესი გამიჩნდა თუ არსებობდა სხვა ქვეყანაში აი ესეთი ფრაზები რომ სასწავლებლად და გასაზრდელად შინაურ მოდელს შენდობა არა აქვსო ეს მარტო ქართველების მიერ მოგონილი ფრაზაა იმიტომ რომ იყო და არსებობდა ესეთი სიტუაცია და მაგიტო მოიგონა იმ ადამიანებმა ვინც იმას დაწერა ეს ფრაზები არ არსებობს სხვა ქვეყანაში ეგეთი რაღაცა ეს მხოლოდ ჩვენთან არსებობს რომ შინაურ მოდელს შენდობა არა აქვს არასოდეს და სწორედ ამიტომაც არის ესეთი დიდი გაძინება ქვეყნის დიახ მაგიტომაც არის როდიდან იწყებ მუშაობას ამ სპექტაკლზე დიახ საინტერესოა ეხლა დაწყებულია ამაზე მუშაობა დაწყებულია კეთი ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის უკან ამაზე მუშაობა მე ჩავაყენე საქმის სკოლაში სცენარისტები ყავს სცენარისტები ანუ საინტერესო იცით რა არის ანუ სცენარისტი ქართველი მხარი და დიახ ქართველი მხარი და რატო იმიტომ რომ ესე მითხრეს რომ აი ჩვენ ყავს უნიკალური სცენარისტები მაგრამ მაინც მიდის ომისკენ აი ყველა წელს ომისკენ და არ მინდა რომ ომი იყოს ჩართული ამ ჩვენ ნაციონალურ ტრადიციულ სიტუაციებში არა ჩვენ ქართველები დავწერთ ამ სცენარს გადავგზავნით შემდგომ და სადღაც 25 დეკემბერს უნდა იყოს პრემიერა წარმოიდგინეთ. მანამდე დიახ ძალიან ისეთი თემა მე ახლა საინტერესო კიდე რა არის. ხო შეიძლება რომ დაინტერესება იყოს მხოლოდ თეატრის მხრიდან. უნდა თეატრს დაუშვათ ესეთი რაღაც გაკეთება. არა მე გაოცებული ვარ აი რომ ჩავედი პირდაპირ ქალაქის მერია, კულტურის სამინისტრო, თეატრი თავისთავად და აი უბრალო ხალხიც კი მე არ ვიცი აი საიდან იცოდა ამ ხალხმა ეს ყველაფერი მე არ ვიცი აი მე გაოცებული დავჭი და პირდაპირ აი ცოტა შემეშინდა ეხლა ესეთი გრანდიოზული პასუხისგებლობის აღება მაგრამ გავაკეთებ ჩვენ ამას იმიტომ რომ საქართველო და უკრაინა ეს არის ძმობის საკვანი ტრადიციები მართალია განსხვავებული გვაქვს მაგრამ ეს სპექტაკლი იქნება გაერთიანება ამ ორი ერის თითქოს და წამოწყებული იმ გაყრის შუოლისა რა რაც დღეს არსებობს არა
ეს არასოდეს არ იარსებობს. კარგი რაღაცა თქვი, იგი ამ ყველაფერში ჩართული არის როგორც ხელისუფლება. რა თქმა უნდა. ნუ მოგესწრებით ეს თანხასთან არის ყველაფერი დაკავშირებული და აი აქცენტი მაინც სხვა რაღაცაზე მინდა გავამახვილო, რომ ერთობა აქვს. დიახ. ხელისუფლება უსმენს ხალხს. დიახ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანა ომშია და აი ომის განცდაშია და ომში ცხოვრობს ფაქტიურად. ხო, ვერ დაინახავ ხმამაღლა მოსაუბრე ადამიანს იქ, ვერ დაინახავ ვიღაცას ეჩხუბება, ვერ დაინახავ იქ პოლიცია რაღაცას შენ დაგიშავებს ან პირიქით გამორიცხულია. შენარჩუნებული აქვს ეს კურსი, ეს ევროპული კურსი. მე არ ვიცი საიდან. ეროვნული გვარდიის დღე დაემთხვა ჩემს იქ ყოფნას. და ვნახე მე ეს ღონისძიებაზე დამპატიჟეს, თვითონ კულტურის სამინისტრო მიმიწვია დამპატიჟა ის. და ეს სალდათებით გავსებული დარბაზი რო ვნახე. აი მე მივხვდი უკვე რომ უკრაინა არასოდეს დამარცხდება. აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა და აბსოლუტურად ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ არაერთხელ გქონია ხოლმე იქ მყოფ ქართულ ჯარისკაცებთან ინტერვიუები და მე ვხედავდი ჩვეულებრივი ადამიანების რეაქციას, რამდენად დიდ პატივს სცემენ ისინი ფორმას და სამხედროებს. ძალიან დიდ ფორმას და პოლიციას. იცი საინტერესო რამ მოხდა, ნუ რაც ვნახე მე დილის 9 კომენდანტის საათია მოგეხსენებოდი, ღამის 12-დან იწყება კომენდანტის საათი. დილის 9 საათზე. აი დილის 9 საათზე. დადიხარ, მანქანით მიდიხარ, მოდიხარ თუ რასაც აკეთებ. ზუსტად 9 საათზე არის წუთიერი დუმილი. მთელი უკრაინა ჩერდება ამ დროს. მანქანები ჩერდება, გადმოდიხარ მანქანიდან, წუთიერი დუმილით. საოცრება ვნახე, რომ ამდენი ხალხი მოძრაობს და ყველა აი რო ჩერდება 9-ზე. ამ საათი ამ წინ არ არის ამ ქეობრივი შეგნება არის მათთან ძალიან უმაღლეს დონეზე. ეს ალბათ ამ ბოლო ხანებაც აჩვენა, გააერთიანა იმ საერთო ჭირმა, რა ჭირიც მთელ ქვეყანას დააწყდა პუტინის რუსეთის სახით. დიახ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დარწმუნებული. სანამ გავაგრძელებთ საუბარს რამაც, მე მინდა აი იმ ბიჭზე მიამბო, რომელი ბიჭის ვიდეოს მოვკარი თვალი, რომელიც მღერის და ქვია ქართული სახელი გიო. დიახ, აი საინტერესო ეგ არის. და რატო დამაინტერესა, მაგითვისაც გადავიღე. აი იმ ხარისხში უყვარს. ხარისხი თქვათ რა, იმ დონეზე უყვარს საშას აი ამ სამხატვრო ხელმძღვანელს საქართველო, რომ სულ ამბობს, ხმამაღლა მინდა ვიყირო მე ქართველი ვარ. ანუ მისი შვილია. ეს არის მისი შვილი. უნიჭიერესი გიტარისტი. და დაარქვა გიორგი. სანამ იმ პროექტს დაიწყებ, მე მაინც კიდევ მაინტერესებს, როგორ მოხდება მსახიობების შერჩევა, როდიდან დაიწყება კასტინგები. მართლა ძალიან საინტერესოა, რომ ეს არის გრანდიოზული პროექტი, რომელიც რატომღაც ფიქრობ, რომ სოფლიო ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს ქართველები და უკრაინელები. დიახ. ნუ როგორც მოგახსენეთ, სცენარის დაწერა დაწყებულია უკვე, ნუ სადღაც 3 თვეში დამთავრდება. მანამ დამთავრდება სცენარი, ნუ მე აუცილებლად კასტინგს ჩავატარებ მსახიობებს, რომ უნდა იყვნენ ძალიან აი იქ რო ჩავალთ, ჩვენ გავაჩვენოთ ჩვენი კულტურული მხარე იქ უკრაინაში, ლვოვში კერძოდ და კასტინგის სახით შეირჩევა ეს მსახიობები. სამაგიდო სამუშაოები დაიწყება აქ, ადგილზე ჩვენთან, ჩვენს თეატრში. ჩემო ბატონო და მე მზადრო ვიქნებით უკვე სცენაზე გადასასვლელად, ანალოგიურად ისინიც გადიქნებიან და ყველა წავალთ აქედან. მუსიკოსები. ამ ჩვენი მუსიკოსები, დოლი, აკორდეონი, კლარნეტი, ასე შემდეგ, ქორეოგრაფი ჩვენი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი მხარის ჩვენ უნდა დავდგათ, ჩემო ბატონო და ქორეოგრაფიზე გითხარით, მსახიობები, სცენარისტი თავისთავად, იმიტომ რომ საინტერესო სამუშაო იქნება. ძალიან დიდი სამუშაო. ალბათ ტელეხიდებიც იქნება სამაგიდო სამუშაოების დროზე, მსახიობები გაიცნობა. ციფრულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. და რაც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება და წუთის სოფელი ასია. თუმცა სანამ აი ამ გრანდიოზულ პროექტს შეეჭიდებოდეთ, თქვენ 30 აპრილს გაქვთ პრემიერა. ანუ არ ჩერდები საქართველოშიც მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვი, იმდენად დაფასება და ხელშეწყობა არ გაქვთ, როგორც დაუშვათ უცხო. იმდენად კი არა, საერთოდ არ არსებობს ხელშეწყობა. მინდა გითხრათ, საერთოდ არ არსებობს ხელშეწყობა, გავუგებთ.
ნუ ეხლა 30 აპრილს გაქვს პრემიერა. მოდი აი ახლა აი ამაზე რომ ჩვენ მაყურებელმა უკვე იცოდეს, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყება. მოგახსენებთ ეს სპექტაკლი არის თამაზ ბაძავუას პიესის მიხედვით ღამილად თუთიყუში. 30 აპრილს გვექნება ჩვენ პრემიერა, მე წინასწარ არ მინდა ვისაუბრო, ეს არის მონოსპექტაკლი. და უბრალოდ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ თამაშობს ერთი პიროვნება, რომელიც ქმნის თავის იდეალ ქალს, რომელშიც ხედავს ბედნიერებას. რა გამოგვივა, როგორ გამოგვივა, მე ვეპატიჟებ ყველა სპექტაკლზე. მიწვეულია ეს სპექტაკლი, ნუ ჯერ არ გამოცულა, მაგრამ მიწვეულია უკრაინაში, სხვადასხვა ქალაქებში. მოგესალმებით თქვენ და ძალიან მინდა რომ აი კარგი გამოვიდეს რა. და რაღაცა ჩაერთოს ეს ჩვენი ქვეყანა აი ესეთ გაცვლის საქმეში. რატო ვამბობ მე ამას? ჩვენ ეხლა ის პროექტთან დაკავშირებით ხო, ნუ გაცვლა ხდება ეხლა ფაქტიურად ხო? საინტერესო ისე რომ ჩვენი მსახიობი გაიცნობენ იმ მსახიობებს, ისინი ჩამოვლენ აქ, ღმერთის ყველაფერი დაალაგდება. კარგი იქნება ეს ყველაფერი თუ სამთავრობო დონეზეც ავად სულ ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ. მე ძალიან ხშირად გამიგია თუნდაც რეგიონის თეატრების ხელმძღვანელებისგან, მსახიობებისგან, ახალგაზრდული ჯგუფებისგან, რომ გრანტის აღება იქნება, პროექტის დაწერა იქნება, ყველგან ერთი და იგივე სახეებია. ტელევიზიებში, გაზეთებში, სააგენტოებზე, ყველგან ტრიალებენ ერთი და იგივე სახეები და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს არის ნიჭიერი ხალხი საკვანი. რა თქმა უნდა. სოფლის ნებისმიერ ორღობებში რომ შეხვიდე, იქ იპოვი მარგალიტები. რა გჭირს? რატომ არ შეგვიძლია ამ ადამიანებს მიცეთ თავიანთი რეალიზების საშუალება? ცოტა თან საინტერესო შეკითხვა და თან უცნაური შეკითხვა. მე არ ვიცი ახლა ქართველს სულში თუ უდევს ეგეთი რაღაცა, რომ მე ვიყო მხოლოდ წინა პლანზე და სხვა არა, ეგ ჩემთვის ცოტა მიუღებელია. მე აი წარმოიდგინეთ თქვენ აი ბოლო პაკვანს ვეძახით ჩვენ ბოლოს აი პაკვანზე არც გამოვდივარ. იმიტომ რომ იცით რა არის ჩემს ყველა აფიშაზე წერია არ წერია არასოდეს რომ რეჟისორი რამაზ ბოლქვაძე. და ცოტა მე უხერხულებას კიდე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რეჟისორი არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი დადგა ძალიან დიდი სპექტაკლი, რომელსაც ქვია ცხოვრება. და ცოტა არ იყოს, რა უნდა გააკეთო ახლა იმაზე დიდი, რაც შექმნილია და ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ აი არ ვიცი, შემოქმედების კუთხით. თუმცა ჩვენ ვეცდებით პატარ-პატარა რაღაცები გავაკეთოთ და მე ურჩევ ყველას, რომ მოძებნონ აუცილებლად არაპოპულარული მსახიობები იქნება თუ რეჟისორები იქნება თუ მუსიკოსები თუ მხატვრები თუ ასე შემდეგ. და უფრო მეტი ნიჭია დამჯერ და უფრო მეტი აი როგორც იტყვით თქვენ ტელევიზიაში რომ მეტი ყურებადი იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტს წარმოვაჩენთ. ხო, რაღაცა სტანდარტები ჩვენ ჟურნალისტებმაც უნდა შევცვალოთ, დგომებიც უნდა შევცვალოთ. რამაც ჩვენ დრო იწურება, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან შეიძლება ითქვას იყავით ჩვენთან, ჩვენ გავიგეთ ის, რომ თქვენ ძალიან მალე იწყებთ ახალ პროექტს საქართველოსა და უკრაინის ტრადიციების ამსახველი სპექტაკლით. 30-ში გექნებათ პრემიერა და თქვით თქვენ ყველაზე მთავარი, რომ კომშიმყოფი ქვეყანაში იყავით და იყავით ევროპაში. დიახ. მოდით ვუსურვოთ საქართველოსაც და ვუსურვოთ უკრაინასაც გამარჯვება. მე მართლა ვუსურვებ ეს სულითაგული ჯერ პირველ რიგში ჩემს ქვეყანას, რომ არასოდეს დამდგარიყოს რუსულ რელსებზე და არ ამოეყოს თავი იმ საშინელებაში, რა საშინელებას ჩვენ გვჭირდა და ეხლა გვჭირს. მე ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას, მადლობა მინდა გადაუხადო, პირდაპირ მინდა გადაუხადო მთელ უკრაინას მადლობა და მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მეომარ ბიჭებს. ზუსტად აი ხალხის დამსახურება აქეთი, რომ მეც ესე მიმიღეს იქ და მეც რო შემოთავაზეს ამ პროექტის გაკეთება. პირდაპირ მადლობა ბიჭებო, აი ამ ბიჭებს ვუხდით მადლობას და გარდაცვლილების ოჯახებს კიდე იზიარებთ უხარებას. გამარჯვება უკრაინას, უკრაინა პერემოჟეთ. გამარჯვება უკრაინას და საქართველოს.